სამცხე ჯავახეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა ბაკურიანი წაღვერის სატყეო უბანზე დიდი ოდენობით ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს. სამართალ დარღვევა ვიდეო ხაფანგით დაფიქსირდა ტყის მონიტორინგისა და კონტროლის გაძლიერება სატყეო სექტორში დაგეგმილი რეფორმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაწილად ითვლება. გივი კუჭავაგი ამბობს. ბაკურიანი წაღვერის სახელმწიფო ტყეში განთავსებული ვიდეო ხაფანგით ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა დიდი ოდენობით ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს. დალუქულია ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომლითაც უკანონოდ მოპოვებული ხის მასალა გადაჰქონდათ. ამოღებულია 6 კუბური მეტრი ხე-ტყის მასალა. ადგილობრივმა მკვიდრმა სახელმწიფო ტყის ფარგლებში უკანონოდ მოიპოვა 6 კუბური მეტრი წიწოვანი სახეობის სამასალე მერქანი, რომლის ტრანსპორტირებასაც მაღალი გამოვლობის ავტოსატრანსპორტო საშუალებით ახორციელებდა. ტყის მონიტორინგის და ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტების შესამცირებლად სატყეო სექტორში ცვლილებებია დაგეგმილი. ტყის დაცვის ფუნქცია ეროვნულ სატყეო სააგენტოს დაუბრუნდება. გაიზრდება ტყის მცველთა რაოდენობა. შემცირდება თითო მცველზე დასაცავი ტერიტორია, რაც კონტროლის გაძლიერებასთან ერთად სახელმწიფო ტყის ეფექტიან მოვლას და აღდგენას უზრუნველყოფს. რეფორმის ფარგლებში ეროვნული სატყეო სააგენტო თანამედროვე ტექნოლოგიური საშუალებებით აღიჭურვება. დაგეგმილია ტყის მცველების რაოდენობის ზრდა. ასევე აღსანიშნავია, რომ რაოდენობის ზრდასთან ერთად სააგენტო ფიქრობს მათ ტექნიკურ გადაიარაღებას თანამედროვე საშუალებებით, რაც ფიქრობთ ერთიორად გაზრდის ტყის დაცვის ვალდებულების შესრულებას და შეამცირებს ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტებს. იანვრის თვეში სატყეო სექტორში დასაქმებულ 1200-მდე სახელმწიფო მოხელეს გაეზარდა უკვე ხელფასები. ტყის მცველებს მარტო ფიზიკური დაცვის ფუნქცია არ ექნებათ, ექნებათ მათ შორის იმის პასუხისგებლობა, რომ ისინი მონაწილეობდნენ პასუხისგებლიანად ტყის მდგრად მართვაში. ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება იმას, რომ ეს ტყეები იყოს უკეთ დაცული, შემონახული, იქ დასაქმებულ პირებს ჰქონდეთ უკეთესი სამუშაო პირობები. სახელმწიფო ტყით უკანონოდ სარგებლობის ფაქტები ყოველწლიურად მცირდება, თუმცა ბრძოლა ბრაკონიერობის წინააღმდეგ გრძელდება. მიზანი ტყით უკანონო სარგებლობის ფაქტების მინიმუმამდე დაყვანაა. გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა იანვარში კანონდარღვევის 127 ფაქტი გამოავლინეს. დაიგეგმა საკმაოდ ფართომასშტაბიანი პროექტები, ეს უკავშირდება ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაძლიერებას რეგიონალური მასშტაბით. 2025 წლის სტატისტიკა გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ აღნიშნული ფაქტები უკანონო ტყით სარგებლობის შემცირებულია დაახლოებით 13%-ით წინა წელთან შედარებით. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დეპარტამენტები უკანონო ფაქტების პრევენციისთვის სხვადასხვა თანამედროვე ტექნოლოგიებს იყენებენ.